თემის ანალიზით დემოკრატიის კვლევის ცენტრის დამფუძნებელი დირექტორი უჩან ანუაშვილი გვერდება პირდაპირ ეთერში და სწორედ ის უპასუხებს ევრონიუს ჯორჯიას შეკითხვებს. მოგესალმებით. მადლობა ძალიან დიდი გადაცემაში მონაწილეობისთვის. თქვენი შეფასებით რამდენად გაზრდილია რუსული გავლენა აფხაზეთში და ყველაზე მკაფიოდ რაში გამოიხატება ის, რომ სულ უფრო ღრმავდება აფხაზეთის რუსეთში ინტეგრაციის პროცესი? რუსეთი რა თქმა უნდა წიდან წლამდე აძლიერებს გავლენას აფხაზეთში და არ მხოლოდ აფხაზეთში, ხო პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ იგივე პოლიტიკა ვრცელდება საფრთხეზე ცხინვალში, სადაც უკვე საგრძნობლად არის დაწინაურებული, ანუ პრაქტიკულად რუსეთის ინტერესები შეიძლება ითქვას, რომ უკვე ხორციელდება, ანუ საფრთხეში მაგალითად განსხვავებით აფხაზეთისგან არ არსებობს დამოუკიდებელი სექტორი, დამოუკიდებელი ინსტიტუტები, მედია, ოპოზიციური პარტიები, ხო ისეთი ძლიერი როგორც აფხაზეთშია. განსხვავებით მაგალითად იგივე აფხაზეთისგან საფრთხეში უკვე დიდი ხანია მოქმედებს უცხოეთის აგენტების სახებ კანონი, რომლის მიღებამაც 11 წლის წინ პრაქტიკულად ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოება გააქრო. აფხაზები ეწინააღმდეგებოდნენ ხის განმავლობაში რუსულ ინტერესებს, ანუ რუსეთი ცდილობდა ამ შემთხვევაში, რომ ასე დაიკავებინა პოზიცია, თითქოს ის იყო ნეიტრალური არბიტრი, რომ ის არ ერეოდა შიდა საქმეებში. აფხაზეთში თითქოს ცდილობდა, რომ რაღაცა მხარი დაეჭირა, რომ თითქოს ის იცავდა აფხაზებს ქართველებისგან, იგივე ოსებს ხო ქართველებისგან და დიდი ხნის განმავლობაში სწორედ ასეთ პოლიტიკას ახორციელებდა, რომ მათ რაღაცნაირად მოეგო აფხაზების და ოსების გული, ხო? და გარკვეულწილად მან შეძლო კიდეც, ხო? მან აღიარა ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობა, განახორციელა მთელი რიგი პროგრამები, არა მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით იმყოფება რუსეთი და ბაზები აქვს, ხო? არამედ იგივე ფინანსურად სრულიად დამოუკიდებული, ეკონომიკურად აფხაზეთი დამოუკიდებულია რუსეთზე, სხვადასხვა პროგრამები ხორციელდება. ანუ ყველაფერი შეიძლება ითქვას დაწყებული პენსიებიდან დამთავრებული სკოლის მასწავლებლების ხელფასებიდან აბსოლუტურად საჯარო მოხელეების დაფინანსება სწორედ რუსეთი უზრუნველყოფდა და რუსეთი ანუ ცდილობდა რომ ეს პოლიტიკა შეენიღბა რომ მისი გავლენა უფრო გაძლიერებულიყო და გარკვეულწილად მან მიაღწია კიდეც მაგრამ ჩვენ დავინახეთ რომ ბოლო წლებში მდგომარეობა შეიცვალა განსაკუთრებით უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ რუსეთმა კიდევ უფრო მეტად გამოავლინა იმპერიული ამბიციები და აფხაზეთში ბევრმა დაინახა რომ სინამდვილეში რუსეთს სხვა ინტერესები ამოძრავებდა და ეს გამოჩნდა კიდეც იმ ინიციატივებით რომელიც ბოლო წლებში განხორციელდა. ხო რუსეთმა მოიწადინა მაგალითად სხვადასხვა სახელწოდებით კანონების მიღება, რომლითაც რუსეთს და რუსეთის მოქალაქეებს ექნებოდა შესაძლებლობა მიეღოთ საკუთრება აფხაზეთში, უძრავი ქონება დაეკანონებინათ. ხო თუნდაც ახლა რაც მიმდინარეობს საუბარი ინვესტიციებზე, ეს რეალურად არის რუსული ინვესტიციების და რუსეთის მოქალაქეების მხრიდან აფხაზეთში უძრავი ქონების შესყიდვაზე იმ შეზღუდვების გაუქმება, რომელიც დღეს არის აფხაზეთის de facto კანონმდებლობით. ხო იქ მხოლოდ აფხაზეთის პასპორტის მქონე მოქალაქეებს აქვთ უფლება შეიძინონ უძრავი ქონება და სწორედ ეს ამ ჩანაწერის ამოღება სურს რუსეთს. რუსეთს სურს ასევე და მან უკვე განახორციელა, ხო გარკვეული შეიძლება თქვას, რომ პროგრესისაც მიაღწია, დაიკანონა მაგალითად იგივე ბიჭვინთის საგარაკი, რომელიც უკვე გადაეცა რუსეთს, თუმცა აფხაზებმა აქაც de facto პარლამენტში განხილვის დროს მოგეხსენებათ ჩადეს ერთი მუხლი დაამატეს იმ შეთანხმებას რუსეთთან და დაამატეს პირობა რომ რუსეთს არ ქონდათ უფლება მესამე მხარესთვის გადაეცათ ეს 59 წლით იჯარით გაცემული ბიჭვინთა მიუსერის ტერიტორია უზარმაზარი ფართობი რამაც გამოიწვია რასვლა რუსეთს უკმაყოფილება აფხაზეთში რუსეთი ცდილობდა ასევე მიეღო კანონი უცხოეთის აგენტების შესახებ რომ შეზღუდულიყო იქ დასავლური ორგანიზაციების განსაკუთრებით ევროპული და ამერიკული ორგანიზაციების გაეროს ორგანიზაციების საქმიანობა და მათ მიერ სხვადასხვა პროგრამების განხორციელება მათ ამისთვის სპეციალურად საკუთარი ემისარიც კი ინალ არძიმბა რამდენიმე წლის განმავლობაში ამუშავებს საგარეო საქმეთა სამინისტროში მაგრამ ის მოგეხსენებათ გადაწავიდა ხო უკან ანუ რუსეთი ცდილობდა ყველა მეთოდი გამოეყენებინა ხო ცალკე ასე თქვა შეიძლება ითქვას რომ პროპაგანდისტული მეთოდები რბილი ძალა იმისთვის რომ აფხაზები დაერწმუნებინა რომ მათთვის მიეცა უფრო მეტი პრივილეგიები მით უმეტეს იმ ფონზე როდესაც აფხაზეთში გამოჩნდა რომ რუსეთს სურს მიიღოს რაღაც სარგებელი აფხაზეთისგან სწორედ იმ ფონზე როდესაც სანქციები არის რუსეთში მომუშავე არაერთ ორი გარკვეულ დაწესებული მათ ჭირდებათ სივრცეს ჭირდებათ ზღვისპირეთი, სადაც გარკვეულ ინვესტიციებს განახორციელებენ, მათ უჭირთ უკვე ევროპაში გადაადგილება სანქციებიდან გამომდინარე და აფხაზეთი იქნებოდა, რა თქმა უნდა, ის სივრცე, ის ტერიტორია, სადაც შეეძლო რუსეთს გარკვეულ ინვესტიციების განხორციელება და სერიოზული, მათ შორის თუნდაც ტურისტული დანიშნულებით ძალიან ბევრი რუსისთვის იქნებოდა და დღესაც არის, ხო, იგივე რაღაც ერთგვარი დანიშნულების ადგილი, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ყირიმი უკვე პრაქტიკულად აღარ არის ასეთი მხარე, ყირიმში უკვე პრაქტიკულად ტურიზმი მოხვდა, იმის გამო რომ უსაფრთხოების გარანტიები არ არსებობს და პრაქტიკულად ობი იგრძნობა სწორედ ყირიმშიც და რუსეთის მით უმეტეს რუსეთის მოქალაქეებს უკვე
როდესაც შენგენის ზონაში გადაადგილება აიკრძალათ, მათთვის ძალიან მცირე დარჩა ის სივრცეები, სადაც შეუძლიათ თუნდაც ზაფხულის განმავლობაში გადაადგილდნენ და ისვენონ, თუნდაც ინვესტიციები განახორციელონ და სწორედ მისთვის თუნდაც მცირე გამარჯვების მოპოვება აფხაზეთში, რაღაც წარმატების მიღწევა იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი, სწორედ ამიტომაც აძლიერებს რუსეთი გავლენას აფხაზეთზე, იყენებს ყველა მეთოდს იმისთვის, რომ აფხაზეთში პრაქტიკულად განახორციელოს ის დიდი ხნის სურვილები, რაც მას ამოძრავებდა წლების განმავლობაში და რაც მან აქამდე ვერ შეძლო. უნდა ვაღიაროთ, რომ აფხაზები საკმაოდ წარმატებით ეწინააღმდეგებოდნენ იმპერიალისტურ პოლიტიკას და მათ შეენარჩუნეს რაღაც ხარისხი დამოუკიდებლობის, ანუ ყველა ნაბიჯს რუსეთთან მიმართებაში ისინი არ ემორჩილებოდნენ. სწორედ ამიტომაც იყო, რომ იქ ასეთ ეგრეთებული ფასადური დამოუკიდებლობის შენარჩუნებას მაინც რა თქმა უნდა, იმიტომ რომ იქ რაღაც ფორმით იგივე სამოქალაქო საზოგადოება არსებობს, ხო დამოუკიდებელი მედია არსებობს დღეს, გვინდა არ გვინდა არალეგიტიმური, მაგრამ იქ მაგალითად არჩევნები ტარდებოდა, ხომ და იყო რაღაც კონკურენტული არჩევნები, შეიძლება ასეც ითქვას, ხო, იყო ორი კანდიდატი ყოველთვის, ანუ ოპოზიცია, იყო საკმაოდ ძლიერი. ეხლაც ბოლო არჩევნებზე ზუსტად დაჭირდა პირდაპირ მხარდაჭერის გამოხატვა მისი ფავორიტისადმი, დღეს მოქმედი დე-ფაქტო პრეზიდენტის მიმართ, იმისათვის რომ ის გავხდარიყო დე-ფაქტო პრეზიდენტი, ანუ მას მეორე ტური დასჭირდა, ხო, რეალურად მან ვერ მოახერხა პირველ ტურში გამარჯვება, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი მას უჭერდა პირდაპირ მხარს პუტინმა მიიღო კრემლში, სწორედ მის გამო მოხდა და რეალურად არჩევნების წინა დღეს აფხაზეთს მოუხსნა ბლოკადა, ხო, რუსეთმა, რომელიც ანუ ერთის მხრივ რუსეთი თქოს ეხმარება აფხაზეთს, მეორე მხრივ ჩვენ ვახერხებთ, რომ მაგალითად რამდენიმე თვის განმავლობაში იყო რეალურად ბლოკადის ქვეშ აფხაზეთი, ხო, რუსეთი არ უხდიდა პენსიებს, არ უხდიდა ხელფასებს საჯარო მოხელეებს, პენსიონერებს არ უხდიდა პენსიებს და ეს შეწყვეტილი იყო რამდენიმე თვის განმავლობაში. ასევე ელექტროენერგიის კუთხითაც რუსეთი პრაქტიკულად აფხაზეთს ამყოფებდა ელექტროენერგიის კრიზისში და იყო გრაფიკი, სადაც მხოლოდ 2-3 საათის განმავლობაში ჰქონდათ მოქალაქეებს ელექტროენერგია. არჩევნების წინა დღეს, ეგრეთ წოდებული არჩევნების წინა დღეს, რუსეთმა ეს ყველაფერი მოხსნა, ეს შეზღუდვები იმისთვის, რომ მოსახლეობას მხარი დაეჭირა მისი ფავორიტი კანდიდატისთვის, რომელიც დღეს არის, რა თქმა უნდა, დე-ფაქტო პრეზიდენტი და ის, რა თქმა უნდა, არის გამოყენებული იმისთვის, რომ მან მაინც განახორციელოს ის პოლიტიკა და ის შედეგები, რომელიც რუსეთმა მთლიანობაში საბოლოო ჯამში მაინც ვერ მიიღო. ანუ მიუხედავად იმ უზარმაზარი რესურსებისა, რაც რუსეთმა დახარჯა აფხაზეთში, შეიძლება ითქვას, რომ დღემდე მას არ აქვს ცდომა, არ აქვს დაკანონებული ის თუნდაც ის უძრავი ქონება, ის ვერ ახორციელებს იმ მასშტაბის ინფრასტრუქტურულ პროგრამებს, რომელიც მას გააჩნია და ბოლომდე ვერ აკონტროლებს საზოგადოებას. კვლავ არის ის დამოუკიდებელი ძალები აფხაზეთში, რომლებიც მათ შორის ქართველებთან დიალოგს უჭერენ მხარს და სწორედ ეს არის მიუღებელი რუსებისთვის, რომლებიც დგანან ქართველებს და აფხაზებს შორის, მათ შორის ფიზიკურად, სწორედ რუსეთის სასაზღვრო ჯარები დგას ენგურის ხიდთან და ისინი აკონტროლებენ ფიზიკურ გადაადგილებასაც კი, მაგრამ რუსეთი ვხედავთ, რომ ვერ იღებს ვერანაირ შედეგებს, სწორედ ამიტომაც კიდევ უფრო მეტად გააძლიერა მან ეს ინტეგრაციული პროცესები სხვადასხვა ზეწოლის გამოყენებით. ხომ ეს იყო პირდაპირ ზეწოლა თუ არა პირდაპირ ზეწოლა და ვხედავთ, რომ ეს პროცესი უკვე არის საკმაოდ შორს წასული. დიახ. ასევე ჩვენ ვახსენეთ, რომ რამდენიმე დღის წინ ვლადიმერ პუტინმა გამოსცა ბრძანება, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას უმარტივებს რუსეთის მოქალაქეობის მიღებას. აი, რა რისკებსა და საფრთხეებს ხედავთ კრემლის ამ გადაწყვეტილებაში მათ შორის? რა არის თავის დროზე სწორედ ეს იყო ერთგვარი იარაღი რუსეთის ხელში, საკუთარი მოქალაქეობის დარიგება იქ მაცხოვრებელი მოქალაქეებისთვის, როგორც ცხინვალში, ასევე სოხუმში, რომ შემდგომ მას საკუთარი მოქალაქეების დაცვის მოტივით ქონოდა უფლება შეჭრილი იყო და მოგეხსენებათ, რაც მოხდა ხომ 2008 წელს და რით დამთავრდა ეს ყველაფერი, ხომ? მას შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ ანუ კრემლმა ერთი პერიოდი მასობრივად ხელი შეუწყო იქ რუსული პასპორტების გაცემას და იქ მაცხოვრებელი მოქალაქეების ინტეგრაციას რუსეთში, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ ეს პროცესი შეჩერდა. მაგალითად 2003 წლის შემდეგ დაბადებულ ძალიან ბევრ მოქალაქეს სხვა ახალგაზრდა თაობას განსაკუთრებით უმრავლესობას რუსული პასპორტი არ გააჩნდა. რუსეთმა იმის გამო რომ ის უკვე რეალურად ხედავდა რომ აფხაზეთში მას გარკვეული პრობლემები ჰქონდა, ყველა არ იყო პრორუსულად განწყობილი, ის უკვე რეალურად არჩევდა და ყველა ადამიანზე, ყველა მოქალაქე, ყველა მსურველზე არ გასცემდა პასპორტს, ანუ მან უკვე დაიწყო ამ ისეთ პოლიტიკის განხორციელება, რომ ქონოდა უფრო მეტი მოგება და კონკრეტული შედეგი. ხო, ამიტომაც ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ აფხაზეთში, რომლებიც ცდილობდნენ რუსული პასპორტის აღებას, იმისათვის რომ მაგალითად მათ მიიღოთ მონაწილეობა სხვადასხვა პროგრამებში, ან თუნდაც გამგზავრებული იყვნენ აფხაზეთიდან სხვაგან, ხომ? და სწორედ რუსული პასპორტის მეშვეობით ახდენდნენ, ხო ისინი? და ვერ ახერხებდნენ, იმიტომ რომ რუსეთი არ გასცემდა. მათ შორის იყო შემთხვევები, როდესაც
იმ მეთოდების გამოყენებითაც კი, რომლითაც ვიცი რომ ძალიან ბევრი ადამიანი იყენებდა, ხო, თუნდაც კონკრეტული თანხის გადახდის მეშვეობით, ხო? და რუსეთში, რა თქმა უნდა, და აფხაზეთშიც არის საკმაოდ დიდი კორუფცია. და ეს პრობლემა ნამდვილად იდგა, რასაც დღეს აკეთებს ეს უკვე ბოლო პერიოდში რუსეთი, არის ალბათ მე ვფიქრობ უფრო მეტად ახალგაზრდებზე გათვლილი, იმიტომ რომ ის ხედავს რომ ახალგაზრდობა არ არის გაწყობილი რუსეთის მიმართ სიმპათიებით, რომ ისინი პრინციპში პირიქით უფრო მეტად არიან, უფრო პროევროპული, პროქართული, შეიძლება ითქვას, ახალგაზრდებს უფრო სხვა ინტერესები გააჩნიათ, არ არიან ასე ვთქვათ მოწამლული იმ პროპაგანდით და დეზინფორმაციის ტალღით, რომელიც იქ ვრცელდება და სწორედ ამიტომაც ეს გათვლილია, რომ ძირითადად სწორედ ახალგაზრდები მიიღებენ მოქალაქეობას და შეძლებენ ასე ვთქვათ გადაადგილებას. ამას უკავშირდება ის, რომ მაგალითად უფრო მეტად გახშირდა მოწყდებები, რომ იგივე თუნდაც გალის რეგიონში, ხო? ახალგაზრდების ნაცვლად ძალიან საინტერესო განათლების საკითხიც არა, იმიტომ რომ გალში მცხოვრები აქტიურად მიმდინარეობს გალში მცხოვრები აბიტურიენტებისა და სტუდენტების ახალისება იმისათვის, რომ მათ სწავლა გააგრძელონ რუსულ ან აფხაზურ უნივერსიტეტებში და უარი თქვან ქართულ განათლებაზე, ესეც ალბათ საკმაოდ საფრთხის შემცველი ნაწილია ამ თვალსაზრისით. და ფათაშორის იყო რაღაც გამოკითხვაც, შიდა გამოკითხვაც, რამაც აჩვენა რომ მაგალითად იგივე სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ 60 გამოკითხული აბიტურიენტიდან 60 მაინც ფიქრობდა რომ თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე არსებულ უმაღლეს სასწავლებელში გააგრძელებდა სწავლას. დაახლოებით 10 წლის წინ, ხო, თუნდაც 7 წლის წინ განსხვავებული სიტუაცია იყო. 100-დან 100, ნუ 60-დან 70 თუ 68 მაინც არჩევდა რომ წამოსულიყო თბილისის მიერ კონტროლირებულ სასწავლებლებში. თბილისში, ზუგდიდში, ბათუმში, ქუთაისში და სხვაგან. დღეს მდგომარეობა ხედავთ რომ ოდნავ არის შეცვლილი, მაგრამ ამას რეალურად მაინც არ მოქმედია, მაინც განწყობა ისეთია რომ ახალგაზრდობა მაინც მოდის თბილისის მხარეს ცდილობს ანუ ცივილიზებულ სამყაროში განათლების მიღებას და ის ეწინააღმდეგება იმ რუსულ პოლიტიკას, მაგრამ ამ შემთხვევაში სამწუხაროდ ვერ ხედავ რომ საქართველოს თბილისს აქვს პოლიტიკა, რომელიც არის მიმართული იქითკენ რომ ახალგაზრდობა მიიღოს რეალური დახმარება. იქ მაცხოვრებელმა მოქალაქეებმა იგრძნონ დახმარება. ხო, თუნდაც იმ ადამიანებმა, რომლებიც არიან, რომელთაც აქვს სურვილი მიიღონ საქართველოს მოქალაქეობა, მათაც ჰქონდეთ შესაძლებლობა და ასეთი ადამიანების რაოდენობა საკმაოდ ბევრია, რომელთაც არაერთხელ მიმართეს თუნდაც საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას, მაგრამ მათ სწორედაც სამწუხაროდ გარკვეული პრობლემები აქვთ ამ ვითარებაში და სწორედ ამიტომაც ვფიქრობ, რომ რუსეთი ცდილობს სწორედ ახალგაზრდობაზე მოახდინოს განსაკუთრებით გავლენა, ეს გადაწყვეტილებაც მოქალაქეობის გამარტივების შესახებ, მე ვფიქრობ, რომ მეტად ახალგაზრდებისთვის არის განკუთვნილი, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა გახდეს რუსეთის მოქალაქე და მათ სწორედ რუსეთში და რუსულ სივრცეში განაგრძონ სწავლა და მუშაობა და შესაბამისად, რა თქმა უნდა, რუსეთი აგრძელებს აფხაზეთის ანექსიას. ანუ ეს პროცესები ყველაფერი, რაზეც ახლა მე ვსაუბრობ, საბოლოო ჯამში მიდის იქითკენ, რომ აფხაზეთი სრულად შეუერთდეს რუსეთს, ანუ იქ პრაქტიკულად ანექსიური პროცესები არის დაწყებული და ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ხელისუფლება, ამჟამინდელი ხელისუფლება სამწუხაროდ პრაქტიკულად არც ერთ ასეთ დაბიჯზე რეაგირებას არ ახდენს. ხო, თუნდაც ამ მოქალაქეებასთან მიღებულ გადაწყვეტილებას, ხო, რომელიც სულ რაღაც რამდენიმე სიხისტე აკლია თქვენ ასე არ მხოლოდ სიხისტე, არამედ არ არის თანმიმდევრული და მე ამას საერთოდ ვერ დავარქვენ პოლიტიკას, რაც ხონციელდება ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ, ხო? ეს არის პრაქტიკულად ის, რომ რეალურად არანაირი სტრატეგია არ გააჩნია სახელმწიფოს იქ მაცხოვრებელი მოსახლეობის დახმარების კუთხით, არანაირი პოლიტიკა არ გააჩნია იმისთვის, რომ შეაკავოს ის პროცესები, რომლებიც მიმდინარეობს და ვხედავთ, რომ ბოლო წლებში განსაკუთრებით არის რუსეთი გააქტიურებული. რუსეთმა დაიწყო უკვე პრაქტიკულად ამუშავება, ამოქმედება ყველა მიმართულებით, რომ მან როგორც პოლიტიკური სივრცის, ასევე ეკონომიკური თუ ახალგაზრდობის სხვადასხვა ჯგუფების მიმართ განახორციელოს პოლიტიკა, რომელიც საბოლოო ჯამში ამ ორივე რეგიონის სრულ რუსიფიკაციას გამოიწვევს. მით უმეტეს გალზე ვსაუბრობთ, ხო, სადაც სულ რაღაც 9 წლის წინ განათლება ქვედა ზონის სოფლებში იყო ქართულ ენაზე. დღეს იქ უკვე რუსულ ენაზეა სწავლება და თუ კი მაგალითად წლების წინ რუსულ ენაზე არავინ არ საუბრობდა, ხო, გალში, დღეს მივიღეთ სიტუაცია, სადაც ახალი თაობა მხოლოდ რუსულად საუბრობს და მეგრულად. ანუ ქართული ენის ცოდნაც კი სამწუხაროდ ძალიან ბევრს უკვე უჭირს და არ აქვს სათრაუნ დონეზე. მაშინ როდესაც უფრო მეტად გაძლიერდა რუსული სწავლება და ეს უკვე არის შედეგი იმ რუსიფიკაციის პოლიტიკის, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება მე ვფიქრობ, რომ არ უპირისპირდება და პირიქით შეიძლება ითქვას, რომ ხშირ შემთხვევაში რუსულ პროპაგანდას და რუსულ
პოლიტიკას თბილისი უფრო მეტი თანმიმდევრობით ახორციელებს ვიდრე სოხუმი და ცხინვალი. და ამ ფონზე ერთმანეთის მიყოლებით შერდება პროექტები, რომლებიც ემსახურებოდა სწორედ მშვიდობისა და ნდობის აღდგენას. აი როგორ გესახებათ, როგორ ხედავთ სამშვიდობო დიალოგის პერსპექტივას იმ ფონზე, როდესაც ეს ყველაფერი დიდი ნაწილი ყოველ შემთხვევაში საერთაშორისო დაფინანსებით ხორციელდებოდა და აი რამდენად დიდი დანაკარგი იქნება. მოკლედ აი ამ შესაძლებლობის გაქრობა. ამაზე ძალიან მოკლედ და დავასრულოთ. ეცეთ რა არის აფხაზებს და ოსებს ყოველთვის ჰქონდათ, ყოველთვის ამბობდნენ, რომ მათ იმიტომ აინტერესებდათ ქართველებთან ურთიერთობა, თბილისთან ურთიერთობა, რომ ისინი ხედავდნენ უფრო მეტ თავისუფლებას, უფრო მეტ სივრცეს, უფრო მეტ დემოკრატიას, უფრო მეტ დაცულ უფლებებს, უფრო სხვა რამეს ხედავდნენ ვიდრე რუსულ სივრცეში. ხო და მათთვის საინტერესო იყო სწორედ ეს პროცესები, რომ საქართველო თუ კი გახდებოდა ევროკავშირის წევრი, მათთვის სწორედაც რომ ამიტომ იყო მნიშვნელოვანი ის დიალოგი, ამიტომ იყო მნიშვნელოვანი ურთიერთობის დარეგულირება, რომ რაღაცნაირად მიიღოთ კონკრეტული სარგებელი ამ პროცესისგან. და მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ სამშვიდობო პროცესი სწორედ საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით ხორციელდებოდა. ნაკლებად ხდებოდა რეალურად იგივე თუნდაც ქართული სახელმწიფოს მხრიდან ამ პროცესში რაიმე თუნდაც სამოქალაქო სექტორის მხარდაჭერა ხო პრაქტიკულად არ ყოფილა და როდესაც დღეს ხდება საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, საერთაშორისო ორგანიზაციების შეზღუდვა, კანონების მიღება, რომელიც საერთაშორისო აფხაზეთი არის ერთადერთი ტერიტორია საქართველოზე, სადაც უცხოეთის აგენტების სახით კანონი არ მოქმედებს, ხო? მოქმედებს თბილისში, მოქმედებს ცხინვალში და იქ კიდევ არის ჯერჯერობით შესაძლებლობა და აფხაზი მეგობრები ხუმრობენ, რომ ორგანიზაციებს იქნებ აქ მოგიდეთ და აქ იმუშაოთ თუ აქედან, რადგან ჩვენთან ჯერჯერობით არ არის აკრძალული სამოქალაქო სექტორის მუშაობა და დახმარება საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. იმიტომ რომ ეს პროცესი, ნდობის აღდგენის პროცესი, დიალოგი, სხვადასხვა პროგრამები, სწორედაც რომ საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით ხორციელდებოდა. დღეს ჩვენ ვერ ხედავთ, რომ რაიმე ალტერნატივა არსებობს, რომელმაც შესაძლოა შეცვალოს ეს პროცესი და ამ პროცესების მხარდაჭერა. და ზოგადად რო დავანებოთ თავი ამ მხარდაჭერას და ფინანსებს, სწორედ ევროპა იყო აფხაზებისთვის და ოსებისთვის ის რეალურად შეიძლება ითქვას ის მნიშვნელოვანი და ყველაზე მიმზიდველი რამ, რომელიც მათთვის იყო მნიშვნელოვანი, ხო? მათი უფლებების დაცვა, მათ შორის უმცირესობის უფლებების დაცვა, კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება და არა ძალისმიერი და ეს ყველაფერი სწორედ ევროპაში ხდება და ევროინტეგრაციის გზით და ჩვენ ხედავთ, რომ სწორედ ეს პოლიტიკა პირიქით შეიძლება ითქვას, რომ ეწინააღმდეგება კონფლიქტების დარეგულირებას იმ ფონზე, როდესაც საქართველო იღებს შეიძლება ითქვას დრაკონულ კანონებს, რომელიც პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის აფხაზებთან და ოსებთან დიალოგის გაგრძელებას. ძალიან დიდი მადლობა გარესამეში მონაწილეობისთვის. მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ დემოკრატიის კვლევის ცენტრის დამფუძნებელი და დირექტორი უჩან ანუაშვილი პასუხობდა ევრონიუს ჯორჯიას შეკითხვებს და სულ ახლახან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია